დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გამგებლების გამო საქართველოს რეგიონებში ისევ ხმაურია. აბაშის, წალენჯიხისა და ლანჩხუთის შემდეგ საპროტესტო აქციები ამჯერად თეთრი წყაროში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი გამგებელთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. დაპირისპირებაა ზესტაფონშიც, სადაც გარემო ვაჭრები ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს უნდობლობას უცხადებენ. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა გამგეობის შენობაზე პიკეტირების მოხსნას სცადეს. იმისათვის, რომ თანამშრომლები გამგეობის შენობაში შესულიყვნენ, სამართალდამცავებმა ცოცხალი კორიდორი გააკეთეს. თითქმის 2 თვეა, რაც ადგილობრივები ნაციონალური მოძრაობის კადრებიც გამგებლის ზურაბ ციკლაურისა და საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი მესტვირიშვილის გადადგომას ითხოვენ. ვინმე ჩამოვიდეს, პროაქციოს ყურადღება უმრავლესობიდან რა თქმა უნდა და რაც ვიბრძოლეთ, ერთი ადამიანი ჩვენი კანდიდატურა გყავს, გამგებელი დასვან აირჩიოს საკრებულომ და დასვან ჩვენი გამგებელი. პოლიციას პატივისცემთ, იმიტომ ემსახურება თავრობას, ახალ თავრობას. აქციის დაშლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი თავად გამგებელმა გააკეთა. არ ვაპირებ გადადგომას. საკრებულოს თავმჯდომარეს თვითონ გითხრით. ჯგუფს ხარ დავიწყებ ძალადობას, ნამდვილად არ ვაპირებ. შეგვიშვებენ, შევაფრთხილ მუშაობ თუ არა და ხმაური იყო ზესტაფონშიც. ადგილობრივი მოვაჭრეები გამგეობის შენობაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტში შეიჭრნენ. ჩვენი მოთხოვნა არის დაგვაყენონ ჩვენ დასაქცევ ბაზარში. არ მინდა მე კომფორტი და სავაჭრო ცენტრები. რატომ და ვინ აიძულებს გოგი ქავთარაძეს? ვიდგია იმათ უკან რომ მან ზესტაფონში ყველაფერი ტყვილი მოიტანოს. რასაც შეგვკვირდა არაფერი არ შეგვისრულა. ძველი ბაზარის მოვაჭრეები ახალ ბაზარში გადასვლას აპროტესტებდნენ. და მაჟორიტარი დეპუტატისგან მათი პრობლემებით დაინტერესებას ითხოვდნენ. რაიონის დეპუტატი გოგი ქავთარაძე დღეს მოვაჭრეებს არ შეხვედრია, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. მოვაჭრეები ქართული ოცნების დეპუტატს უნდობლობას უცხადებენ. მე ასე მგონია, რომ ეს არის პროვოცირებული. მე ამ საქმეში არ გავერევი. იმიტომ რომ ეს არის კერძო მესაკუთრის რაღაცა პრობლემა, რომელიც ეჯახება ასევე კერძო მესაკუთრის მოვაჭრეთა შიგნის შენობაში ვინც არიან და ერთმანეთთან ვერ იპოვეს საერთო. ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.